ახლა კი ბიზნესებს შორის პარტნიორობაზე უნდა მოგიყვეთ BYS-სა და საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა. ასეთი საერთო ინტერესის საგანი შეიძლება იყოს როგორც ერთობლივი ღონისძიებების, ისე პროექტების და კვლევების მიმართულებით თანამშრომლობა, ასევე ეს შესაძლებლობა იქნება ასოციაციის წევრებისთვის BYS-ის მხრიდან საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით სერვისებით ისარგებლონ. უფრო კონკრეტულად, რა ტიპის შეთანხმება არსებობს მხარეებს შორის და რა ტიპის სერვისებზე უჩნდებათ წვდომა საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრ კომპანიებს, სტუმრებისგან შევიტყობთ მეც, ლაშა რიჟამაძე, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და BYS-ის დირექტორები ია ნადირაშვილი და მარიკა კლდიაშვილი გვერდდებიან სტუდიაში. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ლაშა, მოდით თქვენიდან დავიწყოთ. პირველ რიგში გკითხავთ, რა ტიპის თანამშრომლობას ითვალისწინებს ეს მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა თქვენს ასოციაციასა და BYS-ს შორის და რა ტიპის მოკლედ შესაძლებლობა ეს თქვენი ასოციაციის 100-მდე კომპანიისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რაც შეეხება მემორანდუმს და მემორანდუმის მიზანს. პირველ რიგში წარმოადგენს ის, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენ წევრ კომპანიებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც ბაზარი იცვლება, რიტეილი ვითარდება, ტექნოლოგიურად სხვა ტიპის ნაბიჯებია გადასადგმელი თუ მთელი რიგი ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრულფასოვნად გააგრძელონ თავიანთი ფუნქციონირება და მათ შორის ჯანსაღად კონკურირებდნენ სხვა სუბიექტებთან, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლებთან და მით უმეტეს ჯგუფი BYS-ი და ის გამოცდილება, რომელიც ამ ჯგუფს აქვს, ვფიქრობთ, რომ ამ საერთო თანამშრომლობის ფორმატში ჩვენ წევრ ყველა კომპანიას დაეხმარება და მათში როგორც გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე იმ თანამშრომლებისთვის, იმ კვალიფიკაციის ამაღლების და სწორი ხედვების ჩამოყალიბებაში, რაც უცილოდ მნიშვნელოვანი არის ყველა კომპანიისთვის იმ ფონზე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ალბათ პირველი ღონისძიება, რომელიც გვექნება, ეს არის რიტეილის გამსხვილების ფონზე გადასადგმელი ნაბიჯებთან მიმართებაში, რაც აუცილებლად მნიშვნელოვნად მეგვაჩნია იმისთვის, რომ წევრმა კომპანიებმა სამომავლოდ ოპერირებისას აიცილონ რიგი პრობლემატური საკითხები და მათ შორის ის რიტეილის გამოცდილება, რომელიც აქვს ამ ჯგუფს, ესეც ხელს შეუწყობს სწორად თანმიმდევრულად და რა თქმა უნდა რიტეილთან პარტნიორობის ფარგლებში მიიღონ ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც აუცილებელია. კი ბატონო. მარიკა, თქვენთან გადმოვალ თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ ჩვენი მაყურებლისთვის, თქვენ რა ტიპის კომპანიას წარმოადგენთ და აი ამ თანამშრომლობის ფარგლებში რა ტიპის ერთობლივ პროექტებს მოიაზრებთ? აი ლაშამ დაგვიანოსა კიდევაც რომ რიგი გამოწვევები არის ფაქტია ამ სექტორში, აი რიტეილის გამსხვილებასთან ერთად, აი ამ გამსხვილების პროცესს როგორ უნდა უპასუხოს სათანადოდ ხომ სადისტრიბუციო კომპანიებმა? აი თქვენზე მოგვიყევით და ამ ტიპის რა ტიპის თანამშრომლობას მოიაზრებთ მათთან? კი ბატონო, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მოგიყვებით BYS ჯორჯიის შესახებ. ჩვენ ვართ ბიზნესის მხარდამჭერი გუნდი და ჩვენი ამოცანა არის მხარი დაუჭეროთ ბიზნეს განვითარებაში, გაციფრულებაში, მდგრადობის საკითხებში და სწორედ ამიტომ ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებებთან და ამიტომაც ამის ლოგიკური გაგრძელება არის დისტრიბუტორთა ასოციაციის მხარდაჭერა მათ განვითარებაში, მათ მიზნებში. ჩვენი სერვისები მოიცავს დიაგნოზირების მხარდაჭერას, ეს არის კომპანიების საჭიროებების დიაგნოზირება, ეს არის სატრენინგო მიმართულება BYS აკადემია, სადაც ვთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ პრაქტიკულ ტრენინგებს, რომელიც ეფუძნება ერთის მხრივ საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტებს, ხოლო მეორეს მხრივ ლოკალურ არსებულ გამოცდილებას და პრაქტიკას. ჩვენი ამოცანა არის ასევე მხარი დაუჭიროთ ორგანიზაციებს გაციფრულების საკითხებში. დღევანდელ დღეს იმ სამყაროში, სადაც ჩვენ ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ნავიგაცია ციფრულ შესაძლებლობებში და მათი სწორად გამოყენება ბიზნეს საქმიანობაში. ეს არის ის ძირითადი ამოცანები და პერსპექტივები, რომლითაც მივმართავთ ჩვენ ასოციაციას და ვთავაზობთ მათ მხარდაჭერას. ეს მხარდაჭერა მოიაზრებს როგორც სხვადასხვა მიმართულების ტრენინგების ჩატარებას, ვორქშოპების, ფორუმების, სამუშაო მსჯელობას და შეხვედრებს და რა თქმა უნდა დაეხმარება თანმიმდევრულად, რომ სწორედ ის ბიზნეს შედეგები დაიდოს, რომელსაც მოიაზრებს თვითონ სექტორი, ბიზნეს მიმართულება და ასოციაცია თავად.
კი ბატონო, ია, თქვენ რა ტიპის გამოწვევები გაქვთ იდენტიფიცირებული მთლიანად აი ამ სექტორში, რიტეილ სექტორში, სადისტრიბუციო სექტორში, რასაც ალბათ მათ საპასუხოდ ააგეთ ის სერვისები, რასაც თავაზობს ხო ეს კომპანია ბაზარს. აი კონკრეტულად მეტი გითხარით ამ სერვისების შესახებ და კონკრეტულად რაზე მუშაობთ, რა მიმართულებით ეხმარებით ბიზნესებს და რა იქნება ის პროექტები ერთობლივი და სერვისები, რომელსაც გაუწევთ სადისტრიბუციო კომპანიებს. BYC საქმიანობრივი მიმართულება უკავშირდება უშუალოდ კონკრეტული ბიზნესების, ასე ვთქვათ, მთლიანად დარგობრივად მათ საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისების მოგება. კონკრეტულად ეს ორიენტირი რა ვიღოთ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან მიმართებაში რა გამოწვევების წინაშე დგანან. ისინი ეს არის სხვადასხვა საკითხები, რომელიც უკავშირდება კონკურენციას, ბაზრის ზრდას, ბაზრის ფორმაციის ცვლილებას. ზოგადად ჩვენ ვხედავთ, რომ მთლიანად მიწოდების ღირებულების ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლი, ყველა აქტორი, მწარმოებელი, დისტრიბუცია, ლოგისტიკა თუ საცალო ვაჭრობა მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულად და ასე ვთქვათ, ერთმანეთთან კოორდინირებით ხდებოდეს განვითარება. ვინაიდან თვითეული რომელიმე რგოლის, ასე ვთქვათ, არა თანმიმდევრული, ან ვთქვათ, უფრო მოსუსტება მთლიან ჯაჭვში დისონანსს შეიტანს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან, ესე ვთქვათ, ორგანულად, დაგეგმილად ვითარდებოდეს. რაც შეეხება უშუალოდ აი ამ ჯაჭვში, ღირებულთა ჯაჭვში დისტრიბუციისა და ლოგისტიკის მიმართულებას, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არის, თუნდაც ის, რაც მთლიანად რგოლში წარმოიქმნება, ხო? მოკლედ ჩვენთვის ჩვენი ამოცანა არის მათგან დანახული პრობლემები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შეფასებითა და მოკვლევით დანახული საკითხების ინტეგრირება მოხდეს და სწორედ ძალიან ფოკუსირებული გადაწყვეტილებები და შესაძლებლობები დავანახოთ ბიზნესებს. დავანახოთ ის, რომ შეიძლება განვითარება მოხდეს არა ვთქვათ თან ვთქვათ პარტნიორული განვითარების დონეზე მოხდეს ურთიერთობის დარეგულირება, მათ შორის არის როგორც ლაშა მახსენა ვთქვათ, როცა ვხედავ ვთქვათ ორგანიზებულ ბაზარზე ხდება მსხვილი გამსხვილები, რომელიც ანუ ისევ განვითარების მანიშნებელი არის, როგორ შეიძლება ამ ნაწილში იმოქმედოს და ასევე აი ამ გამოწვევას, რომელსაც ყოველთვის მიყვარს გამოთქვა, გამოწვევები ბადებს შესაძლებლობას, ანუ რა შესაძლებლობები იბადება, როგორ შეიძლება დისტრიბუციის და ლოგისტიკის ნაწილი თვითონვე დაინახოს ახალი შესაძლებლობები და განვითარდეს. ეს შესაძლებლობები ეფუძნება, რა თქმა უნდა, ლოკალურ კონტექსტს და ასევე მოიაზრებს საერთაშორისო პრაქტიკებს, რომელიც შეესატყვისება ერთეული კომპანიის თუ ჯამში თქვათ ინდუსტრიის მიმართულებებს. ჩვენი ამოცანა არის უბრალოდ ეს ფართო ხედვის არეალის დანახება და მე კონკრეტულად ინდივიდუალურად ბიზნესის კონტექსტში ამ ყველაფრის მორგება და მათი მხარდაჭერა აი ამ განვითარების გზაზე, რომელიც იყო ნახსენები, შეიძლება იყოს ორგანიზაციული ზრდის მიმართულებით, ბიზნეს პროცესების, ასე ვთქვათ, ოპტიმიზაციის მიმართულებით, სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და ვთქვათ, ადაპტაციის მიმართულებით და რა ჯამში ორგანიზაციული განვითარება, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სატრენინგო მიმართულებით, ხო? აი ჩვენ შემთხვევაში BYS-თან ხშირად არის ხოლმე მომართვიანობა ასოციაციის წევრებისგან, სხვადასხვა საკითხებზე, შეიძლება ეს იყოს კომერციის ნაწილში, ფასწარმოქმნის ნაწილში, ასორტიმენტის ფორმირება, ვთქვათ, შეიძლება იყოს ხან პლანოგრამის ტექნოლოგიური ინსტრუმენტები და სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც ბიზნესის, ვთქვათ, ტექნოლოგიური და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის ნაწილში. ანუ ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრებისათვის მათი ბიზნესის ყველაზე ესეთი მსხვილი ბიზნეს მიმართულება, რომელიც არის მიწოდების ჯაჭვის მართვა, რომელიც მათი ხარჯების სტრუქტურაშიც მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, რგოლი არის, ხო? აი ამ ნაწილში დღესდღეობით უკვე არსებობს არაერთი თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ პროცესებს ოპტიმიზირებას უკეთებს, ნაკლები ადამიანური ხელით შესრულებული სამუშაოების, ასე ვთქვათ, ოპტიმიზაციას აკეთებს და ხდება პროცესების ავტომატიზაცია. შესაბამისად, ანუ პროცესები უფრო მეტად ზედმიწევნით ხორციელდება, მონაცემები უფრო ზუსტი არის და ძალიან სწრაფად ხდება მთლიანად ჯაჭვში მართული ინფორმაციის გაცვლა და ინფორმაციის დამუშავება, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება უფრო ეფექტურ შედეგზე, რომელიც, რა თქმა უნდა, აისახება ფასწარმოქმნაში და საბოლოო ჯამში პროდუქციის თვითღირებულებაში. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოდნები, ეს გამოცდილებები, როგორც საერთაშორისო ბაზრების გამოცდილებები, განვითარებული ბაზრის გამოცდილებები, ამის გაზიარება მოხდეს და რა თქმა უნდა, ამ გამოცდილების ადაპტირება და მორგება მოხდეს თითოეული წევრი კომპანიისა და რა თქმა უნდა, დაინტერესების რეალობაში და ქართულ ბაზარში. ქართულ ბაზარში ეს არის მნიშვნელოვანი. აქ და ამჟამად, ანუ ჩვენი კონტექსტის გათვალისწინება. აი უფრო მეტად რომ ბიზნესის საჭიროებები ყველაზე კარგად დაინახოთ. ამ შემთხვევაში რაღაც აი სექტორული კვლევის ჩატარებასაც ხომ არ განიხილავთ. მარიკა, მოდით თქვენ გითხავთ ამის შესახებ, ანუ რა იქნება ის პირველი მოკლედ ნაბიჯები ამ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ჩაატარებთ. დიახ.
ერთ-ერთი ამომავალი წერტილი და მთავარი ამოცანა არის სწორედ დავინახოთ საჭიროებები იმის გათვალისწინებით, რომ გარემო ყოველდღიურად იცვლება, ბევრი სიახლეები იბადება, ახალი ტექნოლოგიები ჩნდება და ბიზნესის ამოცანა არის, რომ უპასუხო და სწორედ მოასწრონ რეაგირება და ადაპტირება ამ ყველაფერზე. ამიტომ ბუნებრივია, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი ერთობლივი ამოცანა არის პირველ რიგში ზუსტად დადგენა, რა არის ის საჭიროება, რა არის ყველაზე მწვავე საკითხები, რომლებსაც შეგვიძლია და უნდა ვუპასუხოთ და სწორედ ამიტომ არის დაგეგმილი ის სამუშაო შეხვედრები, ფორუმი და სხვა სამუშაო ფორმატი, რომელიც მოგცემს საშუალება, რომ უშუალოდ ასოციაციის წევრებისგან გავიგოთ, რა ესაჭიროებათ, რას უნდა უპასუხოს BYS კონსალტინგი. დღეს ინფორმაციის ზღვა არის ჩვენს ირგვლივ, ცოდნის ზღვა არის და ტექნოლოგიების ზღვა. მთავარი არის ნავიგაცია და იმის გამოყენება, რაც ნამდვილად ჭირდება ამ ბიზნესის მიმართულებას. და სწორედ გამოვიყენოთ, თანმიმდევრულად გამოვიყენოთ და რა თქმა უნდა, შესაბამისად მივიღოთ შედეგები. კი ბატონო. ლაშა მოკლედ, ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, აი თქვენ რა ტიპის საჭიროებები გაქვთ იდენტიფიცირებული, აი რაზეც ისაუბროს ახლა ჩვენმა სტუმრებმა, ეს რამდენად ზუსტად ერგება, ასე ვთქვათ, იმ საჭიროებებს, რომელიც აქვს თქვენ წევრ კომპანიებს. კი ბატონო, პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ის დაგეგმილი კვლევები და შესწავლა და იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანის არის, რომ უფრო დეტალურად მოვახდინოთ რიგი საკითხების იდენტიფიცირება, რაც შეეხება მიმდინარე საჭიროებებს, როგორც აღნიშნეთ, ბაზრის განვითარების ფონზე, რიტეილის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი არის თუნდაც მოლაპარაკებების პროცესში, თუნდაც არსებულ სახელშეკრულებულ ურთიერთობების განახლების პროცესში სწორად პოზიციონირებდეს სადისტრიბუციო კომპანია, თუნდაც დაწესებულ გადასახადზე კონდეს სწორი რეაგირება და აქ მოითხოვოს თვითონ ამისთვის საპასუხო და ეს საბოლოოდ ხელშეუწყობს როგორც რიტეილის მხარეს, ასევე სადისტრიბუციო ბიზნესის მხარეს, თავარია რომ სწორად ადაპტირდეს და სწორი ნაბიჯები გადადგას და ვიწყებთ ესე ვთქვათ ამ საკითხით და კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ნაბიჯ გადავდგამთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ როგორც მეწარმეებს, რომლებიც ასევე ჩვენი წევრი არის რიგი და რა თქმა უნდა სადისტრიბუციო კომპანია. ლაშა, მადლობა და წარმატებები ამ თანამშრომლობის ფარგლებში და გელოდებით ასევე შემდგომ ჩვენთან ამ წარმატებული მაგალითების გაზიარებისთვის. მადლობა თქვენ, ლაშა ნიჟამაძეს უსმენდით, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და ასევე BYS-ის დირექტორები იან ნადირაშვილი და მარიკა კლდიაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები.